იკითხება რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველ პროცესზე უარსაც არის მონაწილეობის მიღებაზე და მის ინფორმაციით დღეს მე წარმომადგენლი ჩემი ადვოკატები ასეცებს ამ სიტყვას. როგორც ვთქვათ, მისი ადვოკატი ახალია, ახალჩაფურ ადვოკატს სამართლის შემადგენლობის პროკურორების და ადვოკატების მიმართულებით არ პროკურორის ადვოკატს ჯანაშიას ხომარავსაცილება ახალჩაფური ადვოკატის მასშტაბამენ ჩვენ გასულ სხდომაზე მოვიდნენ ბრალების მხარის დასკვნითი სიტყვა, დევანების სხდომაზე დაცვის მხარეს გამოვუსმინოთ დასკვნითი სიტყვით და მოვისმენთ აბა ბატონ გეკრას. მე დღეს დასკვნითი სიტყვით თქვენ დღეს წარმოგიდგენილი ვარ, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასკვნით სიტყვაზე, ამაზე ბატონ გიორგი თავის პოზიციას მოგასწრებთ. თუ გინდათ თავი განახილოთ საკითხი, თუ გინდათ მასმერერაც დასკვნით სიტყვას ჩემსას მოგესწრებთ. ბატონო როგორც საქმეარი რაუნდომიანი სულობითი მე საქმეს ამცნობ გაფასაჭირო ჩემი საქმის ჩატარებაზე მომხდარა საქმე დაუკავებული თავი მის ოპერატორებს მომხდარა შესრულებული სამუშაოების დასწრებასთან დაკავშირებით სამუშაოების საკითხებზე შეიქმნა განსხვავებული შეხედულებები და ამიტომ გამოცხადა მასალებს არის შეიქმნა დასკვნით სიტყვასთან დაკავშირებით სამართლებრივ საკითხებზე შეიქმნა განსხვავებული ამიტომ გამოცხადა. მე მასალებს არ ვიცოდა, რომ გადაწყვეტა იმიტომ რომ გასვლა ჭირდება საკითხის ანალიზის შეფასების დამოკიდებულებას. Procesul conflicti este să esibadați procese de întâlnire momentului sau se adoptate sațiile programați radicului postmatațiilor და ამა მიუხედავად მონაწილეობას ეს სამართლებრივად სწორი ხომ არ არის. თუმცა როგორც ვიცი მათ განცხადება უნდა მიდია. წარმოგვიდგება სადაც ისინი წერენ რომ ჩვენ აღარ წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და გააგრძელებს მის ინტერესების დაცვას გიორგი ჩალაძე რომ ეს განცხადება მოგაწოდა. ეხლა რაც შეეხება იმას რომ ეს ხდება დასკვნითი სიტყვის ზედაზე სასამართლოს კარტო საფუძველს ასწრებს რომ ეჭვი შეიტანოს კეთის ინიციატივის დამოკიდებულებაში საქმის მიმართ ადვოკატების მხრიდან ხშირად გაიგებთ ალბათ ხსნენიათ როგორც მხარეებს ასევე დამსწრეს საზოგადოებას და ამ საქმის თანხმობით დაინტერესებულ პირებს ხშირია ხოლმე ასეთი პრეტენზიები რომ საქმის თანხმობა გაგრძელდა და რაღაც წლების განმავლობაში იხილება, მაგრამ მე მინდა მათ შევახსენო რომ ვინც ამ საკითხით ასეთი დაინტერესებულია მან უნდა იცოდეს რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში დაცვის მხარეს მტკიცებულებებს ვუხდით და დაცვის მხარეს აქვს ეს დრო დახმობილი და თუ მათ მიაჩნიათ რომ მცირე დროში შეიძლება ამ საკითხის დამთავრება, მაშინ შეეძლოთ რომ ეს დრო მათ შეეცინებინათ თავიანთი მტკიცებულებები. რაც შეეხება იმას რომ ეს ამ ფაქტის წინაშე ეს ერთადერთი მიუთითებს იმაზე რომ დაცვის მხარე არ არის დაინტერესებული მოცემული საქმის განხილვის დასრულებით. ხდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადვოკატის შეცვლა უკვე რამდენად მეშვიდე ადვოკატი ჩაერთო დღევანდელ პროცესში მის ინტერესების დასაცავად და ჩაერთო დასკვნითი სიტყვის ეტაპზე. როდესაც მტკიცებულებათა გამოკლება დასრულებულია, როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის და ამ ადვოკატს მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების ნაწილში სჭირდება ასე ვთქვათ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც პროცესზე გამოკლებული ამ ყველაფრის მოსმენა.
ეს სასამართლო სულჩენს გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, როგორც იხარით, რომ პროცესის გაჭიანურება ისმად დასახული. ეს რომ 100-ია ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს ვიგებთ ჩვენ პროცესის დაწყებამდე წინააღმდეგი ადვოკატის მხრიდან ჩამოწირების საკითხს, როცა მათ სამი პირა ჰქონდათ მიცემული დასავლეთი სიტყვის მოსამზადებლად, მათ შეეძლოთ, რომ ეს პოზიცია მანამდეც გაეშინებინათ, რომ სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს ეს სამი პირა ეს ფუჭად გადამული დროა. ამიტომ სასამართლო ასეთ რისკებს თავიდან გაასვევს, როგორი განცხადებაც წარმოგვიდგინათ დღეს ჩვენ ადვოკატებისგან. არავათ დასვეული, რომ ანალოგიური განცხადება წარმოგვედგინება შემდეგ სასამართლოს უბომაზეც და ბატონი ჩალაძეც არ ჩამოწინდება და კიდევ მერვე ადვოკატი არ მიიღებს მონაწილეობას პროცესში, ამიტომ სასამართლო და დაკავშირებით აღნიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯს. ეს იყო სამართლის პროცესო კოდექსში გვაქვს მარეგულირებული ნორმები, კერძოდ კონსტიტუციური, რომელიც ამბობს, რომ ადვოკატის შეცვლის მოტივით სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ არ იყოს მაინც გარკვეული კითხვის ნიშნები დასმული სააკაშვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვის თვალსაზრისით, მე გარკვეულს მაინც მოვცემთ, მაგრამ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე შემდეგ სასამართლოს უბომაზე კვლავ არ დადგი ამ ფაქტის წინაშე, რომ თქვენ წარმოგმართოთ განცხადებით ჩამოწირების მომენტზე, მე კვლავ მოითხოვოს დრო საქმის მასალების დასაწყისად, ამიტომ ამ რისკს გაასვევს სასამართლო და დანიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯს. კი ბატონო, მასადამე ჩვენ მოვისმინოთ სახაზინო პროცედურა არ არის არაფერი პარტიის ჩამოწირების საფრთხის და ვიქადა გორონზოვის საკითხი იყო, ამიტომ არ გასიზრდილი არ არსებობს და არ მაჩნია რომ საჭირო ჩვენ სახელმწიფო საზოგადოების დანიშნვის ამიტომ ვერ ვხედავ საჭიროებას. ბრალდების ინტერესების დაცვას რაც არ წარდგება, სხვა დამატებითი ადვოკატის დანიშვნა მის ინტერესებს ახერხებს. ამიტომ ეს რაც არ წარდგება, არაფერს არ მიაღწევს აცნას და აცნობს. მე არ მარტო საქმის მასალების დასასრულს დავით სიტყვის მოსამზადებლად შეიძლება სრულდება და ყოველ საქმის მასალები არის სიტყვის მოსამზადებლად. არ საჭირო ჩვენ სახაზინო პრეზიდენტის ներսადավորების წასვლას ესაა ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ამ პოზიციას სასამართლო არ მიიღებს ჩვენ უფლებაქვთ მიიღოთ ანალოგიურად თქვენი მოსაზრება. თქვენ იმუშავეთ თქვენ წილად და სახაზინო ადვოკატი იმუშავებს თუ არა თავის წილად, ამაზე თქვენ მიიღებთ. მე არ ხაზებდი რომ მითხრა შეგვეცეთა. გასაგებია. და მოусმინოს ბასილადეს და თემურა ჯანაშიას და ჩემს ვიდეოს ვაფსირებ მაინც პროპაგანდა გაიგოს კიდევ იმას დაჭერეთ. ადვოკატ ჩალაძე არ მიიღებს ჩამოწირებას სასამართლოს. პრეზიდენტს არ ინფორმაცია არ ქონდა პირიქით მათ მიიღეს ეს შეთავაზებული დრო, ორივე ადვოკატმა გამოთქვა მსაუბრა რომ ფეისადებს უნდა მოგზაურებული რომ დასრულდეს იქნებ, მაგრამ დღეს პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიგებთ ამის შესახებ და ვიგებთ ამ ფაქტის წინაშე. ეს პასუხს დაკონვადდა მაშინ ესა ჩვენ აღსაყებულობთ მე ვამბობ რომ სასამართლო ეს ისინი რომ დაასრულოს უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები გადადგმულია და მოგისმენთ საკონკრეტულად უკაცრავად სანადაისებენ ერთიც მინდა გითხრათ რომ ოფიციალურად დასამართლებრივად ბატონო მეკა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებზე დამცველი ადვოკატიცაა. ამიტომ თუ წინა ადვოკატებმა ვერ შეძლეს დასრულების სიტყვის წარმოქმნა, მას შეეძლო ამ საკითხზეც მას ემუშავა. ბატონო საფუძვლად ჩვენ მაშინ როდესაც ორდერი გამოიწერა, მაშინ დავაკეთეთ დათქმა იმ კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით გახსოვთ ალბათ. და მოგესალმებით რომ უბრალდებულია და
ფორმალური თვალსაზრისით დაცვის განხორციელება და ამიტომ არის რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა პროცესზე სხვა ადვოკატები წარმოადგენენ, თორემ ამაშას ვიცავ ყველა პროცესზე რაც ის მიმართულებს და ამ საკითხში აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ ის არის მართალი და ჩვენი დასკვნის სიტყვის ბევრი არგუმენტები მასთან დაკავშირებით და მის სიმართლესთან დაკავშირებით მეტყოლებს, მაგრამ ფორმალობას ვუყვეთ თავისუფლად პროცესს როგორია წარმოადგენილი, იმ დარგით იყო წარმოადგენილი და ამიტომ მე დღეს ემურა ჯანაშიას დასკვნის სიტყვას წარმოადგენთ წელში. როდესაც 2013 წლის აპრილში ხო თავად მოგეცემათ ამ საქმეზე ჩვენ ემურა ჯანაშიას საკითხვასთან დაკავშირებით პოზიცია გამოსცადები სასამართლოს რომ დასკვნის სიტყვაში ავსახავთ ბევრი მნიშვნელობა მათ შორის ფაქტობრივ გარემოებას და თუ ეხლა დასკვნის სიტყვაში გაჟღერდა ისეთი ინფორმაცია რაც მანამდე წინა პროცესებზე სასამართლოს არ მოუწმენია იგულისხმეთ რომ ემურა ჯანაშიას საკითხვის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ისი ჩვენების ფორმით იქნებოდა გაჟღერებული. პერსონალური საფრთხე ჩემი დასკვნის სიტყვა მოიცავს ასევე და თემო თუ რაიმეს დაამატებს, რომ ჩემი დასკვნის სიტყვა ბოლომდე შეესაბამება იმ პოზიციას, რომ ჩვენებაში გასაჟღერებელი საკითხები, რასაც ჩვენ არგუმენტაცია როგორ გვაქვს დასკვნის სიტყვაში არის ასევე მოწესრიგებული.